დღეს გავაგრძელოთ რომელთა მიმართ ეპისტოლის მერვე თავი. მაგრამ მე მინდა სანამ მერვე თავზე გადავალთ, რომელიც ფაქტიურად ცენტრალური საქმელია პავლესი, because აჯამებს რაც აქამდე ილაპარაკა და შემდეგ მეცხრე თავიდან უკვე მე-11 თავის ჩათვლით გადადის ებრაელებზე, რა ბედიელის ისრაელს, რა არის ისრაელი. როგორ იქნება ისრაელის მდგომარეობა ღვთის წინაშე. ამიტომ მე მინდა მერვე თავამდე რაც განვიხილოთ, სულ მოკლედ გავიხსენოთ, რომ ეს მერვე თავი თქოს დასკვნაა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მერვე თავამდე ჩვენ ვილაპარაკეთ. ესე იგი პავლე რას ამბობს რომელთა მიმართ ეპისტოლეში? გავიხსენოთ, თქვენთვისაც კარგია ეს, რომ ყველა მთელი კაცობრიობა იყო ცოდვის ქვეშ. ისრაელიც და ის ხალხიც, ვინც ჯულს გარეთ იდგა, ხომ? ისრაელს მიეცა ჯული, მათ ჰქონდათ სახელმწიფოებანი, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოს ეს არ ჰქონდა. მაგრამ ყველა მიუხედავად ამისა, ყველა ერთნაირად ცოდვის ქვეშ ვართ, ამბობს პავლე მოციქული. ვიყავით, ამბობს პავლე მოციქული, ესე ამბობს, ნახეთ, არავინ არ იგულისხმის ყოფილი. ფიქრიც კი არავის არსეულია ღმერთზე. ყველა თავის გზას ეძებს, ერთობლივად უხმარნი გახდნენ ღმერთისთვის. მთელი კაცობრიობა, წარმართებიც და იუდეველებიც. იუდეველები იმიტომ რომ ისინი რჯული კი მიცემული აქვს, მაგრამ ვერ იცავენ რჯულს, მათ არ შეუძლიათ რჯულის ყველა მცნების დაცვა და წარმართები იმიტომ რომ რჯული არ მიეცათ, ინტელექტით, საკუთარი ინტელექტით და სიბრძნით, ამ ქვეყნიური სიბრძნით ქადიან, მაგრამ აი ეს ინტელექტი, ეს სამართალი თუნდაც რაც მათ შექმნეს, მათ თვითონვე ზდებს ბრალს. იმიტომ რომ შენ თუ სრულყოფილი სამართალი გაქვს და ამბობ რომ არ მოკლა, შენ თვითონ არ ღვევ იმას. ებრაელს ეუბნება, შენ გიწერია მცნებაში, არა კაცკლა, არ იცრუო, მაგრამ ცრუო. ანუ ყველა არ ღვევს მცნებას და ყველა ერთნაირად ცოდვის ქვეშ ვარ. მაგრამ შემდეგ პავლე ამბობს, რომ მაგრამ მოხდა ასე, რომ ღმერთმა დაუმსახურებლად გამოგვიხსნა ყველა. არავინ არ დაიმსახურა არაფერი და ღმერთმა ინება ჩვენი გამოხსნა, მადლით ხართ გამოხსნილი. მადლით გამოხსნა რას ნიშნავს, რომ ღვთის კეთილგანწყობამ განსაზღვრა ეს მხოლოდ. საქმეებით კი არა, მადლით ხართ გამოხსნილი, ამბობს პავლე მოციქული. შემდეგ პავლე ამბობს, რომ როგორ მოხსნა ეს გამოხსნა, ანუ ეს განმართლება, განმართლებულები ვართ ჩვენ. განმართლება რას ნიშნავს, რომ ადამის და ევას სასჯელი ჩვენზე აღარ დებს. გესმით? ქრისტეს ჯვარცმამდე ის რაც ადამმა და ევამ ჩაიდინეს სამოთხეში და დაშორდნენ ღმერთს, ის სასჯელი ყველაზე გადმოდიოდა, ყველა დამძიმებული იყო იმ სასჯელი. მაგრამ ქრისტეს შემდეგ განმართლებულები ვართ. ღმერთმა ინება ჩვენი გამართლება და მათი ჩვენი წინაპრების ადამის და ევას სასჯელი ჩვენ აღარ გვეხება. ჩვენ ქრისტესგან დავიწყეთ ახალი ცხოვრება. და შემდეგ პავლე ამბობს, რომ როგორ მოხდა ეს გამართლება, როგორ გამოგვისყიდა ღმერთმა ერთი კაცის მიერ. და შემდეგ ნახეთ, ეს არის მეხუთე თავი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. წმენით გამართლებულებს გვაქვს მშვიდობა ღმერთთან. ჩვენ თუ ვიწამეთ იმ ერთი კაცის ტანჯვა ჩვენთვის, ამ წმენით გამართლებულებს მშვიდობა გვაქვს ღმერთთან. ჩვენ დაახლოებით იცით როგორ მდგომარეობაში ვართ? სამოთხის ბაღში ღმერთი მიდიოდაო ადამიანთან და ეს საუბრებოდაო, ელაპარაკებოდაო. აი ჩვეულებრივად, როგორც კაცი ისე ელაპარაკებოდა ღმერთი, თავის გეგმებში ჩართული ყავდა ადამი, ეუბნებოდა დაარქვის სახელები ამ სამყაროს, გესმით? აი ჩვენ ამ მდგომარეობაში დაგვაბრუნა ქრისტემ. ღმერთი გვესაუბრება სულიწმინდის მიერ და გვაქვს მშვიდობა მასთან, რადგან ვიწამეთ მისი ძის ჯვარცმა და რწმენით განმართლით. და შემდეგ ამბობს, ნახეთ, როგორ თუ ერთის შეცოდებით მრავალნი მოკვდნენ, ერთი კაცის იესო ქრისტეს მადლით მრავალს მოსჭარბდა სიუხვით ღმრთის ნიჭი. ანუ ერთის შეცოდებით, ვინ იყო ის ერთი? ადამი, იმის შეცოდებით მრავალი მოკვდნენ, ანუ ღმერთისგან განშორებაა სიკვდილი, ხო? ერთის მადლით, იესო ქრისტეს მადლით მრავალს მოსჭარბდა ეს ღვთიური ნიჭი. შემდეგ კი ამბობს, ერთის შეწოდებით სიკვდილის უფევდა ერთის მიერ
ხოლო ერთი კაცის იესოს ქრისტესგან სიცოცხლე სუფევს ახლა ჩვენს თავს. შემდეგ კიდევ ამბობს, ერთი კაცის ურჩობით მრავალნი გახდნენ ცოდვილნი და ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალი. ანუ, ნახეთ, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ახლა არის მადლის სუფევა სიცოცხლისათვის. გესმით? ანუ, ამ ახალმა ადამმა იესო ქრისტემ დასაბამი დაუდო ახალ მშვიდობას და ახალ სიცოცხლეს ღმერთში. გესმით? დაიწყეთ ახლა ადამი დაივიწყეთ. დაიწყეთ კაინის ცოდვა. დაივიწყეთ ნოემ რაც შესწოდა, მით მიუხედავად იმისა რომ მართალი კაცი იყო. დაივიწყეთ ის ყველაფერი იაკობიც მართალი იყო, მაგრამ იაკობმაც შეწოდა. დავითიც მართალი იყო, მაგრამ მანაც შესწოდა. დაივიწყეთ ეს ყველაფერი. ახლა ერთი კაცისგან ხართ, ქრისტეს შემოსილები ხართ და ის არის თქვენი დასაწყისი, ახალი დასაწყისი. შემდეგ ნახეთ, მეშვიდე თავი, არის ძალიან ცოტა მძიმე მოსასმენი, მაგრამ პავლე ამბობს, მიუხედავად ამისაო, პავლე ამბობს, ჩემს სხეულშიო, მაინც ვხედავ ცოდვას. რწმენ კი ვიწამე, კი რწმენით გამმართლდი, კი სულით შევიცანი ის ჩემი გადარჩენა, მაგრამ ვხედავ რეალობა სხვა არისო, რომ ჩემს ხორცში ცოდვის მონობა ისევ არისო, ამბობს პავლე მოციქული. ჩემი გონების რჯული, ჩემი სინდისი მეუნება, რომ ეს არის მართალი, მაგრამ ხორცი მაკეთებინებს სხვას. ვხედავ, რომ რეალობა ისაა ჩვენში, რომ ხორცი მაინც მიდრეკილია ცოდვისაკენ. გესმით? ანუ რა უშველოთ ახლა ამბობს პავლე მოციქული. რა ვქნა? ვაიმე ცოდვილს ამბობს პავლე. გონებამ კი იცის რაც არის მართალი, მაგრამ რა უშველო ახლა ამ რეალობას, რომ სხეული ჩემი მაინც მიდრეკილია ცოდვისკენ. ჩვენს თავში ხო ეს გამოგვიცდია ყველას. ყოველ დღე ვხედავთ ამას, რომ მიუხედავად იმისა, რომ წამს, მაინც ვაკეთებ ცოდვას. პავლე ამბობს, რა არის, ასე ვთქვათ, რა არის წამალი ამისი? როგორ უნდა ვაჯობო იმას, რომ ხორცმა ცოდვა არ ჩამადენინოს ისევ. და მერვე თავის იწყება ამით. პავლე გვეუბნება, რა არის ამისი წამალი, რა გვიხსნის ხორცის მიდრეკილებისგან ცოდვისადმი. და მოდით დავიწყოთ მერვე თავიდან დავიწყოთ, ნახეთ. ხოლოაც პირველი თავი, მერვეს პირველი თავი. ხოლოაც არ არის არავითარი სასჯელი მათ მიმართ, რომელიც არიან ქრისტე იესოში და ხორცისამებრ კი არ დადიან, არამედ სულისამებრ. ხოლოაც, ანუ ჯვარცმის შემდეგ, ახლა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ეპოქაში, ანუ გამოხსნილთა ეპოქაში, განმარტლებულთა ეპოქაში, აღარ არის არავითარი სასჯელი მათთვის, ვინც ქრისტე იესოში არიან, ანუ ქრისტეს მორწმუნეები არიან და ხორცის მიხედვით კი არ ცხოვრობენ, არამედ სულის მიხედვით. ჩვენ სასჯელი აღარ გველოდება, გესმით, ეს უნდა გავსოვდეთ. ჩვენს გამოხსნილი ვართ იმ სასჯელისაგან, მაგრამ ხორცის და სულის მიხედვით სულა. სანამ გავაგრძელებთ ამ თავს, უნდა აუცილებლად განსაზღვროთ ეს. რას ნიშნავს ხორცის მიხედვით დადიან და სულის მიხედვით დადიან? კი ფიქრიათ ამაზე? რას ნიშნავს? ხორცის მიხედვით ცხოვრობ თუ სულის მიხედვით ცხოვრობ? ნახეთ, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, მე მინდა გაჩვენოთ სულ მოკლედ, რა არის ეს? ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ეუბნება პავლე ტიმოთეს, რომ გაცხადებულად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ღვთისმოსაობა უნდა, თუ გვესმის რა არის? მაშინ გვესმის რა ნიშნავს სულით ცხოვრება. ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ანუ ხორცში ქრისტეს ვინც უყურებდა, ის ხედავდა ღმერთს. კი ხედავდა მის სხეულს, კი ხედავდა მის თვალებს, წვერებს, თმებს, ხორცელად ხედავდა, მატერიალურად ხედავდა მას, მაგრამ მასში რას ხედავდა? ღმერთს. თვითონ ეუბნება პავლე, ხო ეუბნება თავის მოწაფეებს, ვინც მე მიხილა, მან მამა ღმერთი იხილა. ანუ ღმერთი გამოჩნდა ხილულად, ხო? მასშია მთელი სისავსე ღვთაებისო, დღეს ეპისტოლეში გადაწერილთა მიმართ ეპისტოლეში იყო, ქრისტეში არის სისავსე მთელი ღვთაების.
ეს რას ნიშნავს? უყურეთ რომ ჩვენ მატერიალს, რასაც უყურებთ მატერიალურს, სულიერს უნდა ვხედავდეთ მასში. აი ეს არის ღვთის მოსაუბა, ეს არის სული ცხოვრება. აი მაგალითად, ძალიან მარტივი მაგალითი. ანკარა წყალს რო აიღებ და დალევ, შენთვის თუ ეს მხოლოდ წყალია, მაშინ ჩვეულებრივ ხორცელი ადამიანი ხარ. რა კარგი იყო ეს ცივი წყალი გესიამოვნე. მაგრამ შენთვის ეს ცივი წყალი თუ იმ სულიერი მადლის სიმბოლოა, ეს წყალი კი არ არის ჩემთვის საკმარისი. არამედ ის წყურვილი უნდა მოვიკლა, სულიერი წყურვილი, რაც ღმერთის გამოდის. მაშინ სულიერი ადამიანი ხარ. გესმით რა განსხვავება? თუ კარგი, გემრიელი, ცხელ-ცხელი პური მოგიტანეს და შეჭამე ეს პური და ბოდიში არ მინდა ამ სიტყვას რომ გაძეხი ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ცუდია, მაგრამ გაძეხი. მორჩა, დამთავრდა და გადაბრუნდი დაიძინე. მაშინ ხორცილი ადამიანი ხარ. მაგრამ ეს პური შენთვის თუ ზეციური პურის სიმბოლოა, მაშინ სულიერი ადამიანი ხარ. გესმით? რომ ეს კი არ არის საკმარისი ჩემთვის. სხვა საკვები ჭირდება ჩემს სულს. ზეციური პური ჭირდება ჩემს, ზეციური საკვები ჭირდება. იმით ცოცხლობს ჩემი სული. თუ ესე ვაზროვნებ, მაშინ სულიერი ადამიანი ვარ, გესმით? მაშინ სული დავდივარ და არა ხორცი. კიდევ ერთი კარგი მაგალითი. ძვირფასი საათები ბევრ ადამიანს უყვარს, ხო? აი ძვირფასი საათი, თუ ჩემთვის მხოლოდ საათია, ხორცელი ადამიანი ვარ. რომ გავიკეთებ და ყველა დაინახავს რომ როლექსი მიკეთია და როგორი მაგარი ადამიანი, ხო? მაგრამ ეს საათი მე თუ მახსენებს იმას რომ დრო ჩემი წუთი სოფელია და ჩემი დრო მთავრდება, ეს საათი თუ იმ დროს მახსენებს როცა ქრისტე მოვა მეორედ და მარადიულობაში უნდა გადავიდე, მაშინ სულიერი ადამიანი ხარ, გესმით? ან სამკაული ხალებს ხო ძალიან უყვარს სამკაული. ან კეთილსურნელება, რომელსაც ჩვენ ვისხავთ. კი, ეს საჭიროა, რადგან განაცუდია კეთილსურნელება, სუნამო ან სამკაული, მაგრამ შენ თუ ეს გეუბნება რომ სამკაული სულისა სხვა არის, მადლი, კეთილი საქმეები, ხომ? ეს არ არის მხოლოდ კეთილსურნელება არის ჩვენი სულის სურნელება, რომ კეთილია ჩვენი სული, ხომ? კეთილის მყოფელია, თანაგრძნობა შეუძლია. ეს სამკაული, ეს გარეგნული სამკაული თუ იმ სამკაულს, სულის სამკაულს გახსენებს, მაშინ სულიერი ადამიანი ხარ. გესმით? ამიტომ ამბობს პავლე რომ მათთვის ვინც სულით ცოცხლობს ქრისტეს რწმენაში და არა ხორცით, არ არის არავითარი სასჯელი. ხომ გასაგებია რა განსხვავება სულით სიარულსა და ხორცით ცხოვრებას შორის. შემდეგი მეორე მუხლი, რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში სოდვის და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. ანუ ქრისტეს რჯული არის სიცოცხლის რჯული, რომელმაც მე გამათავისუფლა სიკვდილის რჯულისგან. სიკვდილის რჯული რომელი იყო? რომელი იყო სიკვდილის რჯული? მოსეს რჯული, სიკვდილის რჯული იყო. რატომ იყო სიკვდილის რჯული? რომ ეწერა რომ წეული იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის მცნებებს ყველა. და ძველ აღთქმაში ვერავინ ვერ შეძლო, რომ მოსეს რჯული სრულყოფილად დაეცვა, ხო? ამიტომ პავლე მას სიკვდილის რჯულს უწოდებს. მაგრამ მას კი არ ამბობს, რომ რჯული ცუდია, ან რჯულში რაიმე ცუდი, არა, რჯული კარგი იყო, მაგრამ რჯულმა მე დამსაჯა იმის გამო, რომ ჩემმა სხეულმა არ მომცა საშუალება, რომ რჯული ბოლომდე დამეცვა. ამიტომ სიკვდილის რჯულად მეკცა მე ამ ხორცისგან დაბრკოლება იმ რჯულის შესრულებისა. გესმით? შემდეგ ამბობს მესამე მუხლი, ნახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა კი ღარ რჯული ხორცის მიერ შესუსტებული უძლური იყო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით, რათა ცოდვისვე გამოდა ცოდვა დასაჯა თავის თავში. გესმით? რადგანო ხორცის მიერ შესუსტებული ადამიანს არ შეეძლოს დულის დაცვა და ღმერთის ზეციდან ხედავდა ამას, რომ ადამიანს არ შეუძლია რჯულის დაცვა, მოავლინა მან თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით ამბობს. მსგავსებით. ქრისტეში ცოდვა ხომ არ იყო?
ქრისტეს არ ქონია ცოდვა, მაგრამ რომ შეხედავდი, მას ჰქონდა კაცის ბუნება, სრულყოფილი ბუნებით იყო ცოდვის გარეშე. ამიტომ ცოდვილი ხორცის მსგავსებით მოვიდა ცოდვის გამო, ან ცოდვის დასამარცხებლად და ცოდვა დაამარცხა სადო? თავის თავში. საკუთარ თავში დასაჯა ცოდვაო. აი წირვის ლოცვებშიც არის, რომელმან შენ საკუთარ თავში დასაჯე ცოდვაო. როგორ დასაჯა ქრისტემ ცოდვა? საინტერესოა. აი როგორ გონიათ, როგორ დასაჯა მან ცოდვა? ყველაზე საუკეთესო მაგალითი. როდესაც ადამი და ევა 4-ში იყვნენ, ეშმაკი როცა მივიდა ევასთან, რა უთხრა? აიო, ამ ხისგანო ამბობთ, რომ აგვიკრძალა ღმერთმა ჭამაო. ჭამეთო. ანუ ღმერთს არ უნდაო, რომ თქვენ ამ ხისგან თუ შეჭამთ, ღმერთებივით გახდეთო, ხო? და მომისმინეთ, შეხედაო ღმერთმაო ამ ხესო, შეხედა ევამ ხესო და რა დაინახაო? საამო იყო საჭმელათო, თვალტამწათი იყო დასანახათო და სამურ აზრებს იწვევდა თავში. სამი სასტური ნახეთ, გემრიელი იყო საჭმელად, თვალწარმტაცი, აი რომ შეხედავდა, რა ლამაზია, რა მშვენიერია, ნაყოფი და ბოლო ილუზიას იწვევდა, რომ ამას რომ შეჭამ, სამურ აზრებს იწვევდა ილუზიას, რომ სულ სხვა ცხოვრება გელოდება ამას რომ შეჭამ. და ამის გამო, აი ამ სამმა სასტურმა დასცა გულის თქმა ხორცის, გულის თქმა თვალის და სიამაყე არსებობის. აი ამ სამმა სასტურმა დასცა ადამი და ევა და იმიტომ დაარღვიეს ის წნება ჰამოთხეში. ახალი ადამი ვინ იყო? ახალმა ადამმა ისინი ხო 4-ში დაეცნენ. ხო? ყველაფერი ჰქონდათ. ახალმა ადამმა იგივე შემოტევა ეშმაკის მიიღო სადა? უდაბნოში. ეს უდაბნოში იყო, ისინი 4-ში იყვნენ. ზუსტად იგივე სამი სასტურის შემოტევა ახალმა ადამმა იესო ქრისტემ მიიღო უდაბნოში, როცა 40 დღეს ნაშიმშილებია. გესმით? შია, წყურია და ეშმაკი მაინც ვერ ამარცხებს. და რა შეუბნება? შეჭამე ეს ქვები პურებად აქციეო. გულის თქმა ხორცისა. ხომ გშიაო? შესწვა დაარღვიო ეს ცნებაო, მართვის ცნება. შეჭამე, შეცვალე ქვები პურებად. ეუბნება ქრისტე მარტო პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთისპირიდან გაუმავალი ყველა სიტყვით, ხომ? ვერა. მეორე სასტური რა იყო? წაიყვანა და აი ტაძრის სახურავზე დააყენა და გადაიგდე აქედან თავი და ანგელოზები აგიტაცებენ ხელში და ყველა დარწმუნდება რომ შენ ხარ ქრისტე, ხომ? რა უნდა ყოფილიყო იმაზე თვალტარწაცი დასანახი? იმაზე მშვენიერი დასანახი რომ ქრისტე გადმოხტა ტაძრის სახურავიდან და ანგელოზებმა აიტაცეს ხელში. გან არ მოხდებოდა ეს. მაგრამ თვალწარმტაცი სანახაობა იქნებოდა და ამ სანახაობის გამო შეიძლება ზოგიერთებს ეწავა. აი ის თვალწარმტაცი იყო დასანახათო, ხო ის ხე? აი ეს ქრისტეს გადმოხტომა ტაძრის სახურავიდან, ეს თვალწარმტაცი, მაგრამ ქრისტე უარყოფს ამას და ასე უბრება არ გამოსცადო შენი ღმერთი წერია ბიბლიაში. და მესამე სასტური რომელი იყო? საამური წარმოდგენები. რა შეუნება წაიყვანა და რა აჩვენა? ხო, აჩვენა მთელი სიმდიდრე, მთელი ძალაუფლება, მთელი სამეფო ტახტები, პრეზიდენტების თანამდებობები, ყველაფერი აჩვენა და უთხრა, აი ამას მოგცემ ყველაფერს, ოღონდ მე მეცით ამანი. ანუ საამური წარმოდგენები. ხომ ქრისტე ხო როგორც კაცს ისე სწიდა, როგორც ადამიანს ისე სწიდა ეშმაკი, ღმერთს ხო ვერ გამოსწიდა, ხო? და წარმოიდგინე ხო რომელი ადამიანი არ დაიხევს უკან ამ სტუნებას. ქრისტე ეუბნება, განვე ჩემგან მართლუკუნ სატანა, რადგან დაწერილია ბიბლიაში, უფალსა ღმერთს აშენს თაყვანის ეცი და მას ემსახურე და ვერ დასცა. ანუ ხედავ, ეშმაკი იმეორებს იგივე სასტურს, რაც იყო ადამიანის და ევას დროს, მაგრამ ახალმა ადამმა თავის თავში დასაჯა ცოდვა. მან აჯობა ეშმაკის სასტურს, გესმით? მეორე დასტური რომ მან საკუთარ თავში მოკლა ცოდვა. ცოდვის საზღაური რა არის რას ვამბობ ჩვენ? სიკვდილი. ცოდვის საზღაური არის სიკვდილიო. ანუ ქრისტე
მკვდრეთით ვერ აღდგებოდა, თუ მას თავის თავში ცოდვა ექნებოდა. გესმით? ის იმიტომ აღადგინა ღმერთმა მკვდრეთით, რომ მას ვერც ერთმა ცოდვამ ვერ აჯობა. მან თავის თავში მოკლა, დაამარცხა ცოდვა, ანუ სასტური არ მიიღო არც ერთი და აღდგა მკვდრეთით და აი რომაელთა მიმართ ეპისტოლეს რო იწყებს პავლე მოციქული, იქვე ამბობს, რომ დასტური იმისი, რომ ძე ღმერთი იყო ისაო, ზუსტად მკვდრეთით აღდგომა ამისი. მკვდრეთით აღდგომამ დაგვიდასტურა, რომ ის არის ძე ღვთისა ღმერთი, განკაცებული ღმერთი, გესმით? აი ამიტომ ამბობს მესამე მუხლში, აი აქ და ჩვენ წავიკითხეთ, რომ მან ცოდვის გამო, იმიტომ ამის გამო რომ ადამიანები ცოდვას იყვნენ დამონებულები, მოვიდა, ცოდვის მსგავსი სხეული მიიღო და თავის თავში დასაჯა ცოდვა. ხო გასაგებია? რა მოხდა? შემდეგ მეოთხე მუხლი, რათა სიმართლე რჯულისა აღსრულდეს ჩვენში, რომელიც ხორციელად კი არ დავდივართ, არამედ სულის მამებ. სიმართლე რჯულისა ისე ზუსტად რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ხორცის დაცემულობის გამო დავიცვათ რჯული და მხოლოდ სულით შეგვიძლია ვაჯობოთ, სულით ცხოვრება შეგვიძლია ვაჯობოთ ცოდვას. შემდეგ ამბობს ეს ყველამ ვიცით ჩვენი ცხოვრებიდან, რადგან ხორციელნი ხორცისას ფიქრობენ, ხოლო სულიერნი სულისას. ვინაიდან ხორცის ზრახვანი სიკვდილია, ხოლო სულის ზრახვა სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ რომ ხორცის ზრახვა ღმრთის მტრობა, რადგან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღმრთის რჯულს. ამიტომ ხორცის სურვილებს თუ უსმენ, ხორცის ზრახვა ეს არის. აი ხორცი რასაც გთხოვს, ანუ სხეული რასაც გთხოვს, იმას თუ უსმენ, ეს მტრობა ღმერთის. გესმის? და სიკვდილია ამის დასასრული. ხოლო ამის გამო ხორცისავები მოაბრუნლნი ვერ ესათნოვებიან ღმერთს. აი რაც მე დილად ჩამოთვალეთ ეხლა, თუ ყველა საგანში შენ მხოლოდ მატერიალურს ხედავ, შენი ცხოვრება შეუძლებელია რომ ღმერთისთვის იყოს სათნო. აი ლამაზი ჩანთა თუ გიჭირავს, მაგრამ ქალებს ხო უყვართ ლამაზი ჩანთა. შენ იმის ჩანთა, მხოლოდ თუ ჩანთაა შენთვის და მეტი არაფერი. და არ ფიქრობ, რომ ის შენი სულიერი ჩანთა უნდა იყოს, სადაც მოაგროვებს სათნოებებს. გესმით? ის უნდა იყოს ლამაზი, სადაც მოაგროვებ ღვთის სასწაულს. მაშინ არ არის ხარ სათნო შენ ღმერთისთვის. და თუ როგორც ის ლამაზი ჩანთა გიყვარს, ასევე გიყვარს სხვა ჩანთაში, ზეციურ ჩანთაში შენი სათნოებების მოგროვება, მაშინ სათნო ხარ ღმერთისთვის და სულიერად ცხოვრობ და არა ხორციელად. ნახეთ მე-11 მუხლი, ნახეთ ძალიან გთხოვთ მე-11 მუხლი. ხოლო თუ მისი სული, მის მკვდრეთით აღადგინა იესო დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მკვდარს ხორცეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში. ნახეთ? უკვე პავლე მიდის იმ წამლისკენ მიდის, რა არის ის, რომ რაც ჩვენ დაგვეხმარება, რომ ხორცს ვაჯობოთ. რა არის ის, რაც ჩვენ დაგვეხმარება, რომ ხორცს ვაჯობოთ? სული, თუ სულით ცოცხლობთ და ამარცხებთ ხორციელ შემოტევებს. ნახეთ რა ზამს, მაგრამ თუ ღმერთის სული, რომელმა ღმერთმა ხო ქრისტე ხო ღმერთმა აღადგინა, მამა ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, ხო? და თუ მისი სული თქვენში ცოცხლობსო, ვინც ქრისტე აღადგინა მკვდრეთითო, თქვენ მკვდარ სხეულებსაც გააცოცხლებს იმავე სულით. ჯერ ჩვენ სხეულებს გააცოცხლებს აქ, იმიტომ რომ ურწმუნო კაცი მკვდარია ღვთის წინაშე, ხომ ასეა? ჯერ იმ სულით ჩვენ სხეულებს გააცოცხლებს აქ, სადაც ასუფევებს. როცა მოვკვდებით, სიკვდილის შემდეგაც ისევე აღგვადგენს მკვდრეთით, როგორც მისი საკუთარი ძე, მარადიული ძე აღადგინა მკვდრეთით. ამრიგად ძმანო და დანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორცის ამებ ცხოვრობდეთ. რადგან თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი გელოდებათ, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ სხეულის საქმეს, ცოცხლები იქნებით. ანუ გარდაუვალი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი ელოდება იმას, ვინც მხოლოდ ხორცის საქმეებით ცხოვრობს აქ. ხოლო სულით ვინც ცოცხლობს, ის იქნება მარადიულად ცოცხალი ღვთის წინაშე. ვინაიდან ყველა ვისაც ღვთის სული წარმართავს, ღმერთის ძეა.
ღმერთის შვილია ის, ვისაც მისი სული წარმართავს. აი, ნახეთ, სულზე რამდენი ვილაპარაკეთ ამ თავში. ანუ სული თუ ცხოვრობ, შენ ხარ ღმერთის შვილი. ამ ცხოვრებას რომ უყურებ, სული უნდა გახსოვდეს. ღმერთის სული და ის სული წმინდა, რომელიც შენში არის. ნახეთ, მე-15 მუხლი, ეს არის უცნობილესი მუხლი მთელ ბიბლიაში, რომელიც ჩვენ ზეპირად ვიცოდეთ. ნახეთ, რადგანაც მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კლავინდებურად გეშინოდეთ, არამედ მიღებული გაგძეობის სული, რომლითაც ვაღადებთ აბა, მამაო. იგივე სული უმოწმებს ჩვენ სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ესმით? ეს არის აი კარდინალური განსხვავება ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმას შორის. რა? ძველ აღთქმაში მონობის სული იყო, ხო? შიში ღმერთის, შეუცნობლობა, არ იცნობდნენ, მაგრამ ძეობის სული რის მერე მივიღეთ, შვილობის სული. მას შემდეგ რაც ღმერთი თვითონ ჩვენი მსგავსი გახდა, ხო? ჩვენი მსგავსი რომ გამხდა ღმერთი, ჩვენ მივხვდით, რომ მამა, თურმე ჩვენი მამა, ზეციური მამა, თურმე ჩვენი ნამდვილი მამა, ესმით? ამიტომ ქრისტეს მოსვლით და მერე შემდეგ სულიწმინდის მოფენით, მონობის სული კი აღარა გაქვთ, პავლე ამბობს, არამედ შვილობის, ძეობის და ასულობის სული გაქვთ და ღაღადებთ აბა, მამაო. ეს აბა არის არამეული სიტყვა, რომელიც ნიშნავს მამაო, მამას. ესმით? აი როცა ებრაელები ლოცვებში ამბობდნენ, ხომ ისინი ამბობდნენ, რომ მამაო ჩვენო, ავინუ ასე ამბობდნენ. არ შეიძლებოდა აკრძალული იყო ებრაელისთვის, რომ ეთქვა ჩემო მამაო. არ შეიძლებოდა ამის თქმა. რა უნდა ეთქვა? ჩვენო მამაო, ისრაელის მამაო, ჩვენი ერის მამაო უნდა ეთქვა. მაგრამ ქრისტე რახან მამას უწოდებდა. ამიტომ ამაზე მწოფდებოდნენ ებრაელები, იუდეველები, წინამძღვრები, რომ მამას უწოდებს თო ღმერთო, კაცო. საკუთარ მამას უწოდებს, ის მისი ნამდვილი, მარადიული მამა იყო. მამა ღმერთი იყო, მაგრამ ჩვენ რადგან ქრისტე ჩვენი მსგავსი გახდა და ძმა გახდა ჩვენი, გასმით? ის ამბობს, რომ ფსალმური ამბობს, რომ მას არ ერიდება არას ცხენია, ძმები უწოდოსო ხალხს. მე თქვენ ყველას ქრისტეს არ ერიდება, რომ ძმები გვიწოდოს ჩვენ და დები. გესმით? ჩვენ კი ვერ უწოდებთ ქრისტეს ძმას, მაგრამ მან ინება, რომ ძმები და დები გვიწოდა ჩვენ. ამიტომ ჩვენ უკვე მოგვეცა რწმენა, რომ ის მარადიული ზეციური მამა, ვინ არის ჩვენი? მამა. ამიტომ პავლე ამბობს, აბა, მამაო, ამ სიტყვას ამიტომ ახეთ აბა და მამაო ხო ერთ და იგივეს ნიშნავს პრინციპში. მაგრამ სპეციალურად წერს პავლე, აბა, რომ გავიხსენოთ ჩვენ, რომ ასე ხო ქრისტე მიმართავდა ხო მამას. ჩვენ გავიხსენოთ, რომ ასე იგი ჩვენს შვილობის და ძეობის და ასულობის მდგომარეობაში გადავიყვანა მისვა მოსვამ. გესმით? ეს არის უდიდესი რწმენა. და იგივე სული, ანუ სული წმინდა უმოწმებს ჩვენ ადამიანურ სულს, ჩვენ ხო სული ჩვენ გაგვაჩნია ადამიანებს. სული წმინდა უმოწმებს, აი ვარწმუნებს, რომ ღვთის შვილები ვართ. ვართ ღვთის შვილები. მე ერთ შემთხვევა მინდა მოგიყვეთ, როდესაც გავიხსენ სკოლის მოსწავლე ვიყავი, თუ უნივერსიტეტში რო ვიყავი, ერთი ნაცნობი მყავდა, ჩემი ტოლი, რომელიც ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო. ძალიან და იმ დროისთვის წარმოუდგენელი რაღაც დიდი სასახლეში, სასახლეს მსგავსი სახლი ჰქონდა და ერთხელ ამ ბიჭმა თქვა, რომ წამოდიოთ ჩემთან ვისადილოთო და მივედი. ხო და შემთხვევით ეს იმდენად წარმოუდგენელი შენობა იყო, სადაც ჩვენ შევედით, სადაც მიმიყვანა ამან, რომ მე გარკვეული ის ჰქონდა რიდი რაღაცნაირად, რომ მე ჩვენ უბრალოდ ოჯახში ცხოვრობდით, ხო? მაგრამ ამ ბიჭს ვატყობდი, რომ თავისუფლად მიდის, მოდის, შედის, გამოდის. მისთვის ის სახლი, მისთვის არის სახლი, ესმის? შემდეგ ხშირად და ეს არაფერი იქ მისთვის უცხო არ არის და უფროსი ძმა ყავდა მას და ის უფროსი ძმაც მისი, ასე ვთქვათ, იქ იყო, მიგვიღო და გველაპარაკა. ესმის და შემდეგ ხშირად მახსენდებოდა ეს ამბავი, აი ამას როცა ვკითხულობთ. აი ცათას სასუფეველში აი ასე გადაგვიყვანა ჩვენ ქრისტემ, გესმით? ჩვენთვის ის აბსოლუტურად მიუკარებელი ადგილი იყო. აი როგორც გასაკვირი ადგილი, უცხო ადგილი ჩვენთვის, გესმით? დაკარგული ადგილი, რომელიც თვალითაც დანახული არ ყავდა, მაგრამ რადგან ის ჩვენი ძმასავით გახდა, აი როგორც მე ჩემ მეგობარმა შემიყვანა იქ და
მე ახლა იქნებ ერთი წელი დარჩენილიყო, მეც ისეთი გავხდებოდი როგორც ის იყო. მაგალითად, ალბათ, ხვდებით, მივეჩვეოდი იმ. აი ასე შეგვაჩვია ქრისტემ ცალთა სასუფეველს. უცხო კი აღარ არის ჩვენთვის, რაღაც წარმოუდგენლად ჩორს ყოფი, არამედ ღმრთის ძემ ჩვენმა ძმამ, ასე ვთქვა, შეგვიყვანა იქ და ნაცნობი გახდა ჩვენთვის ეს ყველაფერი. გასაგებია? და ეს ყველაფერი იმიტომ გახდა ყველაზე მეტად ნაცნობი, რომ ცოდნა იქაურობის შესახებ აი აქ არის. ამ წიგნშია და მის მიერ გამოცხადებულ ცოდნაშია ცოდნა იმის შესახებ, როგორია ცალთა სასუფეველი. ხო გასაგებია? ანუ სულით თუ ცოცხლობთ, ძლევთ ხორცს. აი ამის თქმა უნდა პავლე მოციქულს. და შემდეგ ნახეთ რა ამბობს. რადგან ფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი ვერ შეედრება იმ მომავალ დიდებას, რომელიც გველოდება და გამოგვიცხადება ჩვენ. ვის არ უჭირს ამ ცხოვრებაში, ხო? ვის არ უჭირს? გაჭირვებაც გვაქვს, განსაცდელიც გვაქვს, ავადმყოფობაც გვაქვს, ხომ ასეა? ალბათ არ გავა დიდი ხანი რომ რაღაცა არ წამოვდგირდეს სხეულში, ხომ ასეა? მაგრამ პავლე გვამხნევებს რომ გახსოვდეთ რომ მიუხედავად ყველაფრისა, აი რაც არ ვნება ამ ქვეყანაზე შეგემთხვათო, ვერ შეედრება იმას, რაც გველოდება ჩვენ და რაც გამოგვიცხადდება ქრისტეს მეორედ მოსვლით. და მე ნახეთ რა ამბობს. მე-19 მოხდი, ეგ გააყოლეთ თვალი. ვინაიდან ქმნილების სურვილი სასოებით მოელის ღვთის ძეთა გამოცხადებას. ანუ მთელი ქმნილება, არა მარტო ადამიანები, მთელი ქმნილება, მთელი დედამიწა, მთელი კოსმოსი, მთელი სამყარო სასოებით მოელის, როდის გამოცხადდებით ჩვენ როგორც ღვთის ძე და ასულები, გესმით? ელის არა მარტო ჩვენ ველით ამას. აი ბალახი, რომელიც ამოდის, ხმება და კვდება, ესეც კი ელის იმას, როდის გამოცხადდება ღვთის ძეობა ჩვენი, აი როცა ქრისტე მოვა მეორე. ვინაიდან ამიტომ ქმნილება დაემორჩილა ამაოებას, მაგრამ არა ნეფსით, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედი. ეს ქმნილება ჩვენს გამო დაემორჩილა ამაოებას, გესმით? იმიტომ რომ ადამი დაეცა, ხო ადამის დევას დაცემის გამო დაიწყებლა მთელი სამყარო, ხომ ასეა ბიბლიაში ნათქვამი. ამიტომ ქმნილებაც წვალობს და ელმის, ანუ კნესის და ელოდება, როდის დასრულდება როდის დასრულდება ეს ამაოება, როცა მომაკვდავია, როცა სიკვდილი ელოდება ყველაფერს და ელოდება ქმნილება ჩვენთან ერთად. არა მარტო ქმნილებაო, ჩვენцо, აი ეს არის ჩვენი იმედის თავია ეს. ნახეთ მე გითხართ, მერვე თავია რომაელთან. არა მარტო ჩვენцо, რომელთაც მივიღეთ სულის წინდიო, ანუ წინასწარ კი მოგვეცა სულის წინდი, ანუ სული კი გვეუბნება, რომ ჩვენ მარადიულობა გველოდება, მაგრამ მაინც ხომ მოკვდავნი ვარ დღეს. მაინც ხომ ტკივილიც გვაქვს, ნეულებაც გვაქვს, ხარა წამოგვიყვება, ხარა მოხდება, კვდებიან ჩვენი უფროსი თაობანი, მიდიან, ჩვენც ხვდებით, რომ სასულ ამაოა ჩვენი ცხოვრება. მარადიული არ არის ჩვენი ცხოვრება, აი რომ ჩვენцо მიუხედავად იმისა, რომ სულის წინდი მიღებული გვაქვს, ანუ წინდი რა არის? B, ხო, აი B-ს რო დაუტოვებ ადამიანს და უნები რომ აი თუ ამას შეასრულებ, თლიან თანხას მოგცემ, ხო? აი ღმერთმა სული წმინდის მოვლენებით B მოგცა, წინდი მოგცა. აი ხომ ხედავთ როგორია სულში ცხოვრება? აი ეს გელოდებათ ქრისტეს მეორედ მოსვლისას. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი წინდი B მიღებული გვაქვს, მაგრამ მაინც წვალობთ, მაინც ვტკივა, მაინც ვტირით, მაინც განვიცდით, მაინც კვდებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ამას ექნება დასასრული, ამბობს პავლე მოციქული და ის დასასრული იქნება დიდებული და ვერც კი შეადარებთ აი ამ წვალებას, რაც აქ გაქვთ, აი იმ დროს, როცა ქრისტე გამოჩნდება მეორე. წამთამის უნდა გწამდეს. ამისი თუ არ გწამს, ძალიან გაგუჭირდება. თუ ამისი გწამს, ყველა ტკივილს და სნეულებას და განსაცდელს გადავიტანთ რწმენთან, გველოდება დიდებული დასასრული, როცა უფალი მოვა მეორე. ნახეთ 22 მუხლი. ეხლა მიდივარ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, რომელიც მე წინა საუბარზე თქვენ გითხარით, რომ ეს რომ იცოდეს მეთქი ადამიანმა
დეპრესია და უიმედობა და სასწრაფოთილება არასდროს არ ექნება მით. ხო გახსოვთ? მოგითხარი. აი რა არის ეს ადგილი? ჩემთვის პირად ერთ-ერთი საყვარელი ადგილია თელს ბიბლიაში და შეიძლება ვთქვა რომ ამით ვცოცხლობ მე, იმიტომ რომ ეს რომ წავიკითხე მე როდესაც ეს გავიგე, აი მაშინ ჩემი წმენა გახდა შეურყეველი. მე მინდა თქვენც ეს გაიგოთ, იფიქროთ ამაზე და შეურყეველი იყოს თქვენი რწმენა. ნახეთ 22 მუხლი. ჩვენ ვიცით რომ ღმრთის მოყვარეთ, რომელიც მისი ბრძანებით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. ღვთის მოყვარე ადამიანებსო, რომელიც ღმერთის ბრძანებით მოიხმო, ღმერთმა მოიხმო თავისი ბრძანებით თავისთან, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. რაც არ უნდა შეემთხვათ, რა განსასწრებიც არ უნდა შეემთხვათ, რა უბედურებაც თუ წარმატება თუ უბედურება, ყველაფერი იცოდეთ რომ თქვენ სასიკეთოდ მოხდება მაინც. ისმით? ყველაფერი მოხდება მაინც თქვენ სასიკეთოდ. ბიბლიაში მრავალი მაგალითი გვაქვს ამის. მრავალი მაგალითი გვაქვს ამის ბიბლიაში. აი, ბევრჯერ გითხრა ამის, როცა ადგა მთავარი ჯვარცმის დრო წინ სასამართლოზე რა თქვა? რა თქვა? ჯობია ერთ-ერთი კაცი მოუკლათო, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს. ხო თქვა ეს? კარგი რამ თქვა თუ ცუდი რამ თქვა? წინა ერთი შეხედვით ცუდი რამე თქვა, ხო? მაგრამ ღმერთმა ეს მისი ბოროტება ჭეშმარიტებად აქცია. მართლაც ერთი კაცი უნდა მომკვდარიყო, რომ მთელი კაცობრიობა გადარჩენილიყო. ანუ იმან თქვა რომ ეს ერთი თუ არ მოკვდაო, მთელი ერი დაიღუპება. და მართლაც ასე აღმოჩნდა. იბან კი ქრისტეს მოსაკლავად თქვა ეს სიტყვები, მაგრამ მართლაც ეს ერთი კაცი რახან მოკვდა ჯვარზე, მთელი ერი ღვთის ერი სოფლიოში გადარჩა. ანუ ეს რას გვაჩვენებს ჩვენ? და ასეთ შემთხვევა ბევრია ძალიან ბიბლიაში. იოსების გაყიდვის ამბავი, ძმებმა რომ იოსები გაყიდეს, ხომ ცუდი რამ ჩაიდინეს, მაგრამ ღმერთმა ეს ბოროტება მოატრიალა და სიკეთეთ აქცია. და იოსები ამაღლდა ეგვიპტეში და იოსებმა შიმშილობის დროს თვითონ დაუძახა თავის ძმებს და თვითონ გადაარჩინა მისი ძმები. გესმით? ანუ ეს რას გვაჩვენებს? ღმერთი არის ყოვლის მყრობელი. აი რომ წარმოიგინოთ რომ ღმერთს აქვს ხელები, აი ხელში უჭირავს ყველაფერი. მის ხელს ვერაფერი ვერ გაცდება, გესმით? და აი ვიღაცის ბოროტებასაც თუ ღმერთის ნება ესეთია რომ სიკეთეთ აქცევს და სასიკეთოდ შეგვეწევა ყველაფერი. გესმით? პავლე ამაზეც გვეუბნება, ეს არ ნიშნავსო, აი ძალიან ეს დაიმახსოვრეთ, ეს არ ნიშნავს იმას რომ იმენ თქვასო რომ მოდი ვაკეთოთ ბოროტება რომ ღმერთმა სიკეთეთ აქციოს. არავითარ შემთხვევაში ღვთის გმობა ამის თქმა კრეხელობა თუ ვინმე იტყვის რომ მოდი მაშინ მე ბოროტებას გავაკეთებ და ღმერთი სასიკეთოდ გამოიყენებს. არა, სიკეთე უნდა აკეთო, ღმერთი უნდა ადიდო კეთილი საქმით, მაგრამ თუ ჩაიდინა ბოროტება ვიღაცამ შენ ქრისტეს მოყარეს წინააღმდეგ ღმერთი შენ სასიკეთოდ შეცვლის იმას. გესმით? მაგალითად, ავად ვინ არ ხვდებით? ან განსასწრელი ვის არა გვაქვს ცხოვრებაში, ხო? ან ტრობა და ბოროტება ვის არ გამოგვიწვია ვინმესგან, ხო? ან დაცემა ვის არ გქონია. შენ უნდა გახსოვდეს, რომ თუ შენ ღმერთის მოყარე ხარ, ქრისტეს მორწმუნე ხარ და გწამს, რომ ღმერთისგან ხარ ხმობილი მასთან, ეს განსასწრელიც შენ სასიკეთოდ იქნება. შეიძლება ჯობდა რომ ეს არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა. ჯობდა არ ყოფილიყო, მაგრამ თუ მოხდება შენს თავს მაინც შენ სასიკეთოდ შეცვლის მას ღმერთი. აი ეს უნდა გწონდეს. ამიტომაც ამობენ ხოლმე ნამდვილად მორწმუნე ადამიანები, დიდება ღმერთს იყოს ნება შენ. იყო ისე როგორც მე შენ გნებავს და არა როგორც სულით უნდა გაუძღოთ ამ ყველაფერს. და ნახეთ შემდეგ. ნახეთ აი 29 მუხლი, ახლა იწყება ის წვერვალი ამ ყველაფერს. რადგან რომელნიც წინასწარს სნო წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგინი ყოფილიყო პირმშობრავალ ძმათა შორის, ხოლო რომელიც წინასწარ აირჩია, იგინივე იხმო და რომელიც იხმო, იგინივე გაამართლა და რომელიც გაამართლა, იგივენი განადიდა. ნახეთ, აი ეს 29-30 მუხლები, აი ეს ამაზე წაიკითხეთ, იფიქრეთ კარგად, რას ნიშნავს ეს. მოდი პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ, რომ უფრო გასაგები იყოს ეს ყველაფერი. ნახეთ,
ეს 39 მუხლი იწყება ასე, რადგან რომელიც წინასწარ სნო. წინასწარ სნო, ვითომ არ წერია დავივიწყოთ და თქვათ, რომელიც წინასწარ აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რომელიც აირჩია წინას ისინიც მოიხმო, რომელიც მოიხმო ისინივე გაამართლა და რომელიც გაამართლა ისინი განადიდა. თუ წინასწარ რომელიც სნო იმას გამოტოვებთ, რა გამოდის? რომელიც ღმერთმა აირჩია, იმ ხალხს დაუძახა თავისთან, რომელიც დაუძახა ისევე იგივენი გაამართლა, იწამეს მათ ქრისტეს რწმენა და ვინც გაამართლა, იგივენი განადიდა და აამაღლა ზეცად, სასופველში აიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ღმერთში არის ბედისწერა ეს. გესმით? თუ ღმერთმა წინასწარ აირჩია ვიღაცეები და ისინი გადაარჩინა მხოლოდ, მაშინ დაწერილი ყოფილა წინასწარ ყველაფერი, ხომ? ხომ ასეა? ხვდებით ლოგიკას? მაგრამ პავლე ასე არ წერს. პავლე წერს იწყებს, რომელიც წინასწარ აირჩიათი კი არ იწყებს. აბა რითი იწყებს? რომელიც წინასწარ იცნო. ანუ ღმერთმა როგორც ყველაფრის წინასწარ მწოდნემ, წინასწარ იცნო ადამიანები, დაინახა წინასწარ ადამიანები და ისინი ამოირჩია. მაგრამ წინასწარ რითი იცნო ღმერთმა ადამიანები? აი რა ნიშანთვისებით? ხო, ვინ დაიწყებდა ღმერთის ძებნას? ვინინა ისურვებდა ღმერთს? ვინ იქნებოდა მისი არჩევანი, რომელი ადამიანების იქნებოდა ღმერთისკენ და არა ეშმაკისკენ? აი ესენი წინასწარ დაინახა ღმერთმა? ხო, ვინ იქნებოდნენ სულიერნი, ხო? ან სულით ვინ ივლიდნენ? აი ესენი წინასწარ ღმერთი ხო ყველაფრის წინასწარ მწოდნე და მხედველია, ხო? აი თქვენი შვილი ღმერთმა წინასწარ იცის უკვე ვინ იქნება. ეს ჩვენ არ ვიცით. ღმერთის ერთ-ერთი ღვთაებრივი თვისება ყველაფრის წინასწარ მწოდნეობა, ხო? ღმერთი სამყაროს როცა ქმნიდა, მან იცოდა რომ 21 საუკუნეში იცხოვრებდა ლია ღვინიანიძე მაგალითად. და მან იცოდა რომ ლია სულით ცხოვრებდა და არა ხორცით. იცოდა, იმიტომ მისი არჩევანი არ იქნებოდა მატერიაში ჩაყდომა, მან იცოდა მისი არჩევანი იქნებოდა სულის ძებნა, გესმით? ამიტომ წინასწარ რო იცნო ლია ღმერთმა სამყაროს შექმნამდე, როცა დაიბადა, მოიხმო კიდევაც, ამოირჩია, მოიხმო მის სარწმენა, ამ რწმენით გაამართლა, შემდეგ აამაღლა და სასופველი მისცა. გესმით? ანუ ეხლა მე თუ ამას ეს ვივიხეთ, წავიკითხე და გავიაზრე, რას ხვდები მე იცით რომ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი არ ხდება. ესე იგი მე ღმერთმა წინასწარ მიცნო, წინასწარვე ასე თქვა დაგეგმა ჩემი გადარჩენა, იმიტომ რომ მან იცნო რომ მე დავუწყებდი მის ძებნას, ხო? მან იცნო რომ მე ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ღმერთი, ხო? ანუ რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება, შემთხვევითი არ არის არაფერი. გესმით? აი ემს მაძლევს იმ შეურყეველ რწმენას, რომ რაც არ უნდა შემემთხვას. ვინც არ უნდა მიმტროს, სხეული როგორი უძლურიც არ უნდა მქონდეს, ხო? თუნდაც მთელი ცხოვრება საავადმყოფოში გავატარო, ან ციხეში გავატარო, თუ მისი ძის ჯვარცმა ჩემს გამოსახსნელად ვიწამე, მე ვიცი რომ ყველაფერი სასიკეთოდ შემეწევა. რატომ? იმიტომ რომ თურმე წინასწარ დაუნახი ვარ მე ღმერთს და წინასწარ დაუგეგმავს რომ უნდა მომიხმოს თავისთან. შემთხვევით კი არ მოვედი, აი ხანდახან ადამიანებს გონიათ რომ აი იცით შევიარე ქაშვეთში რუსთაველზე და დაიქიდან დაიწყო ჩემთან მორწმუნეობა, ხო? ხო ამობენ ხოლმე. ადამიანებს გონიათ რომ შემთხვევით მოხდა, შემთხვევით არ ხდება. შემთხვევით არაფერი არ ხდება. არავის თავისი ძალით არ შეუძლია ღმერთთან მისვლა. გესმით? ღმერთმა ვიცნო, გამოგვირჩია, მოგვიხმო, გაგვამართლა რწმენით და აგვამაღლა ცათასასופველად. გასაგებია ეს ყველაფერი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი რომელთა მიმართ ეპისტოლეში ჩვენი რწმენის საფუძველი. გესმით? და სასწაკვეთილება არ ექნება მეთქი ადამიანს რო თქვი ვინც ეს იცის მეთქი. აი რატომ როგორ უნდა ვიყო უიმედო, გესმით? თუ მე ეს ნამდვილად გააზრებულად მესმის, სასწაკვეთილებამ როგორ უნდა მაჯობოს? თურმე ღმერთს მე წინასწარ დაუნახი ვარ, ამოურჩევი ვარ და დაუძახია ჩემთვის. სულ ერთია რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. სულ ერთია რამ ძიმეც არ უნდა იყოს ჩემი ცხოვრება, თუ მე ქრისტე ერთხელ ჭეშმარიტად ვირწმუნე მისი ჯვარცმა და
ბიბლია თუ ჭეშმარიტად ვირწმუნე, ესე იგი ღვთის ხელში ვარ მე. და მის ყოვლის მკრობელ ხელს ვერაფერი ვერ გაიქცევ. ამიტომ ამბობს ქრისტე, ნახეთ როგორ ამბობს იოანეს სახარებაში, ვინც მამამ მომცამეო, მამა ღმერთმა ვინც მომცამეო, რას ამბობს? ვერავინ წამართმევს მას ჩემი ხელიდან და მე აღვადგენ მას მეორედ მოსვლის დღეს. აი ამიტომ ამბობს ზუსტად, რომ მამამ და ძემ წინასწარ ეს ყველაფერი დაგეგმეს. წინასწარ გვიცნეს, ჩაიფიქრეს ჩვენი გადარჩენა, განგებულება ამას. ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ ვერავინ წამართმევს ჩემი ხელიდან მას, ვინც მამამ მოიყვანა ჩემთან და მე მას აღვადგენ მეორედ მოსვლის დღეს. და შემდეგ ნახეთ ესე გრძელდება ეს ადგილი. მერე და რა ვთქვათ ახლა? აი გავიგეთ ეს ყველაფერი, ხო ხალხო? ხო გავიგეთ რაც ვილაპარაკეთ. ანუ რა ვთქვათ ახლა დასკვნა, პავლე ამბობს. თუ ღმერთია ჩვენს მხარეს, ვიღა იქნება ჩვენს წინააღმდეგ. ღმერთი აღმოჩნდა, რომ ღმერთი ყოფილა ჩვენს მხარეს, ჩვენსკენ არის და ვიღა იქნება ჩვენს წინააღმდეგ. ის ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის გასწირა იგი, როგორ არ მოგვანიჭებს ჩვენ მასთან ერთად ყველაფერს. ნახეთ, აი წარმოიდგინეთ, ქრისტე იყო ახალგაზრდა კაცი. და რამდენი წლის მოკვდა? 33-ის, ხო? აღარ შვენიერი ასაკია, ხო 33 წლის კაცი. სრულყოფილი, ცოდვის გარეშე იყო. შესაძლებელთაც წინვალე იქნებოდა, ხო ლამაზი ძალიან. 33 წელი იცოდა, ცოცხლა ამ ქვეყანაზე ხო? მოდი ვერა. აი 33 წელსაც წლის განმავლობაშიც 3 წელი სულ დევნაში, შეურაცხყოფაში, წვალებაში, ტანჯვაში, შრომაში გაატარა, ხო? მაგრამ ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ გამოესყიდა ადამიანებს, ესმით? მას არ ჰქონია თვითონ დალხინებული ცხოვრება, ხო? მისი თქმა მინდა მე რომ აი დალხინებული ცხოვრება ქრისტეს არ ჰქონია. თუმცა შეეძლო მას ეს გქონოდა, ბიბლია ამასაც გვერდება. შეეძლო მას, მაგრამ მან აირჩია სხვა ცხოვრება. ამიტომაც როცა განსაზღვრელი გვაქვს ცხოვრებაში, ქრისტე უნდა გვახსოვდეს. ქრისტეს განა ქონდა 100 წლამდე იცოცხლა, როგორ და მოხუცებულობაში, უფუნებაში გაატარა, ხო არ ყოფილა ასე. არა. მაგრამ ესე იგი ეს არ ყოფილა თავარი ცხოვრებაში. ამიტომაც ქრისტეს მიმბაძავები თუ ვართ, გადავიტანთ ყველა განსასწრებს და გაუძლეთ ჩვენს გასაჭირს, ხო? ვინ დაძდებს ბრალს ღმერთის რჩეულებს? ანუ ვინ იქნება? ვინაა ჩვენი პროკურორი? ვინ დაგვდებს ბრალს? თვით ღმერთი გვამართლებს ჩვენ. თვით ღმერთი ამართლებს მათ, ამას პავლე მოციქული. ან ვინ არის ჩვენი მოსამართლე? ქრისტე მოკვდა, მაგრამ აღდგა, კიდეს იგია ღვთის მარჯვნივ. მეოხი ჩვენი, გესმით? პროკურორი რას აკეთებს სასამართლოში? ბრალს გდებს, რომ დაგსაჯოს, ხომ ასეა? პროკურორი ხომ ამას აკეთებს? დასამობს რომ ადვოკატი ჩვენი ვინ არის? იესო ქრისტე, კუდრეთით აღმდგარი, დიდებით აღმდგარი და ამაღლებული, ღვთის მარჯვნივ მჯდომი ვინც არის? ის არის ჩვენი ადვოკატი, უფლების დამცველი, უფლების დამცველი და როგორ ამ ქვეყანას ეშმაკი გვაჯობებს ჩვენ? ეშმაკი იქნება ჩვენი მოსამართლე? ეს ქვეყანა გაგვასამართლებს? ის აკყავს ადვოკატად და მეოხად, შუამდგომელად. ვინ გაგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს? ურვა თუ გაჭირვება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, გინდაც მახვილი, როგორც დაიწერა შენთვის ხოცავენ ყოველ დღე, შერაცხულნი ვართ ვითარცა ცხოვარნი, დასაკლავნი. ანუ როგორც დასაკლავი წვრები ქრისტიანები ისე ვარ, თქოს ყოველ დღე კლავენ შენს გამო, მაგრამ უძლებთ ამბობს პავლე მოციქული. მაგრამ ყველაფერ ამას ვძლებთ მისი წყალობით, რომელმაც შეგვიყვარა ჩვენ, რადგან წამს რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზი, ვერც მთავრობა ნიშნავს ზეციურ დასს, გულისხმობს ანგელოზთა დასს, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც რაღაცა ზეციური არსება, ვერც სიღრმე, ვერც ქვესკნელი და რაიმე არსება, ვერც რვა სხვაინე მქმნილება ვერ გაგვაშორებს სიყვარულს ღვთისას უფლის ჩვენის ქრისტე იესოს მიერ. აი ამ რწმენიდან გამომდინარე, ამბობს პავლე, არ არსებობს ძალა,
არ არსებობს არსება, არ არსებობს ანგელოზი, ან რაიმე სხვა ქმნილება, არც ძესაში, არც ჯოჯოხეთში, რომელსაც შეუძლია ღმერთის სიყვარულს გაგვაშოროს ქრისტე იესოს მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ. ხომ ეთანხმებით ამას? შეუძლებელია. აი ეს რწმენა, ვინმე შეგვირხიოს, შეუძლებელია, ამბობს პავლე მოციქული, რომელსაც თვითონაც ასე დაამთავრა თავისი ცხოვრება, თუმცა სნეული კაცი იყო, თუმცა დევნილი კაცი იყო, თავის თანამოძმეების დევნიდნენ, მოკვლას უპირებდნენ, სიკვდილის შიში გაატარა ცხოვრება და ვერაფერმა ვერ განაშორა ის ღმერთის სიყვარულს და ქრისტეს ერთგულებას. აი, ასე უნდა ვიცხოვროთ და ეს მერვე თავი, მე გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ წაიკითხოთ სახში თქვენს, კიდევ ერთხელ გაიაზროთ განსაკუთრებით 29 და 30 მუხლები, სადაც ის ლაპარაკობს, რომ შემთხვევით არ არის ის, რომ ჩვენ ვიწამეთ ქრისტე. ღმერთმა წინასწარ გვიცნო და ამიტომაც ამოგვირჩია და მოგვიხმო. გესმით? ეს არ არის ბედის წერა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბედის წერა კი არ არის. ჩვენი საკუთარი არჩევანი იცნო ღმერთმა წინასწარ და ამ არჩევნის გამო გამოგვირჩია, მოგვიხმო და გადაგვარჩინა. ჩვენი არჩევანის, ანუ არჩევანი ჩვენი ყოფილა თავარი. გესმით? აი ამ არჩევანის გამო იცნო ღმერთმა ნაწილი ხალხის და გადაარჩინა, ნაწილი არ იცნო, იმიტომ რომ იცოდა რომ ისინი არასდროს არ მიიღებენ ღმერთს. ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ, გესმით? სულ მთელი ჭეშმარიტებაც რომ დასვა და აუხსნა ბიბლიიდან არ უნდა, არ მიიღებს. მისი არჩევანი სხვა არის, გესმით? მაგრამ რომ აზრით დავიწყეთ რომ ის ხორცით ცხოვრობს, ხორცში უნდა იცხოვროს, ხორცით გაიხაროს, ხორცით მოკვდეს და ხორცის დასასრული არის სიკვდილი. არის ხალხი, ვინც სულს ირჩევს, ყველაფერ მატერიალურში ხედავს სულს, ღმერთს და მარადიულ სიცოცხლეს. აი ეს არის მერვე თავის შინაარსი. კითხები თუ რამე აქვს შეგვიძლია ვისაუბროთ? თუ არა და მეგონი საკმარისია დღეს ეს 45 წუთი. დიდება ღმერთს. ამინ. დაგლოცოთ ღმერთს. შემდეგ შალფარზე გავაგრძელოთ და დავასრულოთ თქვენ მომავალ თემატებს.